ყოველი მეხუთე სიკვდილის მიზეზი მოწევა. დიახ, ყოველი მეხუთე ზრდასრული ადამიანი, ვინც იღუპება, მისი ძირითადი სიკვდილის გამომწვევი პრობლემა იყო მოწევა. მოწევა სიცოცხლის ხანგრძლივობას ამოკლებს დაახლოებით 10 წლით. მოწევა იწვევს ათეროსკლეროზს, გულის დაავადებებს, სიმსივნის ფორმაციას, ორგანოების პროგრესულ უკმარისობას. მოწევის შემდეგ ტოქსინები გადადის სისხლში ძალიან ჩქარა, რამდენიმე წამის განმავლობაში და აზიანებს თითქმის ყველა ორგანოს, მათ შორის ტვინს, ღვიძლს, ფილტვებს, გულს, სისხლძარღვებს, თირკმელებს და თითქმის ყველა ორგანოს. ფილტვების კიბოს მთავარი გამომწვევი მოწევა. 90% ფილტვის კიბოსი ვითარდება მოწევის გამო. კი, ადამიანებს, ვინც არ ეწევიან, მათაც ემართებათ ფილტვის კიბო, მაგრამ ასეთი შემთხვევები იშვიათია. უმეტესობა ადამიანები ეწეოდნენ. 90% ვისაც ხორხის კიბო დაემართა, ეწეოდნენ. 90%. და მათ შორის თირკმელების, პროსტატის, მათ შორის პანკრეასის, რომელიც ძალიან აგრესიული კიბო, მათ რისკს მნიშვნელოვნად ზრდის მოწევა. საილუსტრაციოდ, ადამიანი თუ ეწევა დიდი ხნის განმავლობაში 20%-იანი რისკი აქვს ფილტვის კიბოს განვითარების. ცხოვრებისეულად, ანუ 20%-იანი რისკი აქვს, რომ ცხოვრებაში რაღაც ეტაპზე მაინც დაემართება ფილტვის კიბო. და თუ არ ეწევა, დაახლოებით 1-დან 2%-ამდე აქვს ეს რისკი. ანუ უხეშად რო ვთქვათ, აოცმაგებს ამ რისკს მოწევა. ანუ უზარმაზარი არის ეს. გაოცმაგებული არის, ჩათვალეთ 2000%-ით ზრდის რისკებს. მოწევა აჩქარებს დაბერებას. ადამიანები, ვინც ეწევიან, დაახლოებით 5-10 წლით უფრო ასაკიანად გამოიყურებიან, ვიდრე მათი შესაბამისი ადამიანები, ვინც არ ეწევიან, ან თავისთავად მიმართებაში. და ბოლოს, მოწევა არის ყველაზე მთავარი მოდიფიცირებადი რისკ ფაქტორი, რათა სიკვდილიანობა ავიცილოთ თავიდან. რათა გულის დაავადებები ავიცილოთ თავიდან. ხო, მოწევისთვის თავის დანებება ძალიან ძნელია. ძნელია სამწუხაროდ, მოწევა ძალიან იწვევს დამოკიდებულებას. რატომ? იმიტომ რომ ნიკოტინი იწვევს დამოკიდებულებას. და ნიკოტინი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ნივთიერებაა, რომელიც იწვევს დამოკიდებულებას. პირდაპირ მოქმედებს დოფამინის სისტემაზე რამდენიმე წამში, როგორც კი მოწევ და თავისი დამოკიდებულების ძალით უახლოვდება კოკაინს და ჰეროინს. ანუ ძალიან იწვევს დამოკიდებულებას. დამოკიდებულება რას ნიშნავს, რომ ანუ დამოკიდებული რო ხდება ადამიანი, თუ აღარ იღებს იმ რაღაც ნივთიერებას, უკვე ფიზიკური სიმპტომები ვითარდება. მაგალითად, შფოთვა, გაღიზიანებულობა, მოუსვენრობა, ძლიერი კრეივინგი, ანუ ფიზიკურ სიმპტომებს გრძნობს ეს ადამიანი, თუ აღარ იღებს ან ნარკოტიკს, ან მოსაწევს, ან შემდეგ. მოწევა იწვევს დამოკიდებულებას. ფიზიკურ დამოკიდებულებას. ბიოლოგია, ეს ფსიქოლოგიური არაა, მხოლოდ ბიოლოგიურადაც დამოკიდებული ხდება ადამიანი. და ახლა რაშია საქმე, რომ ადამიანებს გონიათ, რომ მოწევა არის მოწევა სიამოვნება, ან მოწევის უკეთესად გრძნობენ თავს. სიამოვნებაში ასე არაა. ვინც დიდი ხნის მწვეველია, იმან ძალიან კარგად იცის, რომ მოწევა არ ხსნის სტრესს, მოწევა არ ხსნის პრობლემას, მოწევა ხსნის მხოლოდ იმ სიმპტომებს, რაც მოუწევლობამ გამოიწვია. ანუ დამოკიდებულების სიმპტომებს ხსნის მოწევა მხოლოდ. თორე მოწევა, თქვათ, ნორმალურად ხარ. ნორმალურად ხარ და უკეთესად კი არ ხდის მოწევა, არა. თუ არ მოწევ, ნორმალურზე უარესად ხარ და რომ მოწევ ნორმალურზე ამოგიყვანს, აი ეგ არის. ანუ სიამოვნებაში მოწევის ბენეფიტი არის 0. მოწევის ბენეფიტი არის 0. მოწევა აქრობს მხოლოდ იმ სიმპტომებს, რასაც მოუწევლობა იწვევს. ანუ მოწევა პლუს სიმპტომს არაფერი, თავიდან ხო, თავიდან სტიმულანტის ეფექტი აქვს, მაგრამ მერე უკვე, როცა ადამიანი რეგულარული მწვეველი ხდება, უბრალოდ მერე ორგანიზმი ამას ეჩვევა და ორგანიზმი სიგარეტის გარშე არის ცუდად. რომ მოწევს, ხდება ნორმალურად. არა კარგად, არამედ ნორმალურად. ეგ კიდე პრობლემა რაშია ახლა, რომ როცა ადამიანი მოწევას შეწყვეტს, გარემო ეჩვენება სიცოცხლად, გაბრწყელებულად, მოტივაციოდ. რატო? იმიტომ რომ დოფამინის რეცეპტორების გრძნობელობა არის შემცირებული ამ დროს რა. და დოფამინის ძლიერი სტიმულაცია რო აღარ ხდება, ამიტომ უმოტივაციობა შეიპყრობს ადამიანს. ნუ ეს დოფამინი მონაწილეობს ამ სიამოვნებაზე, მოტივაციაზე. როცა ეგ არ აქვს, უმოტივაციოთა ადამიანი. და ამას კვირები და რამდენიმე თვე სჭირდება რომ აღდგეს. ანუ ისევ რომ შეიგნოს სიცოცხლე, კვირები და თვეები გჭირდება ამისთვის. ურთულესია
ამიტოა ძნელი მოწევისთვის თავის დაანებება, თორემ ყველა დაანებებდა თავს. მარტო 10% ანებებს თავს. ანუ 70%-ს ვინც ეწევა უნდა თავი დაანებოს, 30%-ს არ უნდა და ვისაც უნდა მხოლოდ ვინც ცდილობს იქიდან 10% ახერხებს თავის დაანებება სიგარეტისთვის. ეს 10% ვინც რეალურად სიგარეტს თავს ანებებს და წარმატებულია რას აკეთებ? რაღაცას აკეთებენ ესენი სწორად, ხო? რომ წარმატებულები არიან და ის 90% რაღაცას არასწორად აკეთებენ. და აი საიდუმლოს გავიგებთ, რას აკეთებენ ეს ადამიანები სწორად, რომ თავს ანებებენ წარმატებით. სანამ მოწევას დაანებებ თავს, რამდენიმე რამე უნდა იცოდე, რაც აუცილებელია. პირველი არის, რომ პირველი მცდელობის მერე მაღალი ალბათობით არ გამოგივა და ისევ დაიწყებ მოწევას. იმიტომ რომ წარმატებით ვინც დაანება თავი, მათი უმრავლესობამ ცადა ბევრჯერ. ანუ დამარცხდა იმ მომენტში, თუმცა ეს არ არის დამარცხება თავი უნდა აღიქვა, რომ ეს არის პროცესის ნაწილი და სწავლობ, ეს წარუმატებლობა მე რა მცირეა და შენ სწავლობ და შემდეგ უკეთესად ბრწყალებში დამარცხდები, შემდეგ კიდე უკეთესად და ბოლოს გამოგივა. უმეტესად ვინც თავი დაანება 5 ჯერ მაინც ცადა თავის დაანებება სხვადასხვა დროს. ზოგმა 10 ჯერ და მეტჯერ ცადა. ამიტომ ეს უნდა აღიქვა როგორც პროცესის ნაწილი. უნდა იპოვო ტრიგერები, რის გამოც ეწევი ხოლმე, რა დროსაც ეწევი და მაგ ტრიგერებზე უნდა იმუშაოს ადამიანმა, მათი აღმოფხვრა. ზოგჯერ არის სტრესი, მყავა, გაღვიძება და ეს სიტუაციები, ალკოჰოლი, რა დროსაც მე უკვე ჩვევათ აქვს, რომ ამ დროს ვეწევი და მაგ დროს უნდა ჩაანაცვლო სხვა რაღაცით. ეგ არის ერთ-ერთი მთავარი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გააცნობიერო, რომ მოწევისთვის თავის დაანებება არ არის ნებისყოფის ამბავი. შეიძლება ძალიან მაგარი ნებისყოფა გქონდეს და ძალიან ძლიერი ადამიანი იყო, მაგრამ არა, ეს ნევრობიოლოგიური პროცესია, რომელიც მთელი სიმპტომები აქვს, რომელიც ძალიან პრობლემურია რეალურად, ფიზიკური პრობლემებია, ამიტომ არ არის ეგრე, რომ მე სუსტი ვარ, არა, ძალიან ძლიერი შეიძლება იყო, მაგრამ ვერ ანებებდი თავს. იმიტომ რომ თავარია უნდა გინდოდეს, რა თქმა უნდა. თუ არ გინდა ვერ დაანებებ. უნდა გინდოდეს დაანებება, მაგრამ უნდა გინდოდეს და თან დახმარების ხელი უნდა ითხოვო. ეგ არის მთავარი. უნდა იცოდე, რომ სიგარეტი მოგინდება და ეს ნორმალურია. იგრძნობს დისკომფორტს და ეს ნორმალურია. ეს დისკომფორტი ნელ-ნელა სიმპტომები გაუფერვლდება 4 კვირაში დაახლოებით. უნდა იცოდე, რომ მოწევა შენ არ გეხმარება, მოწევა უბრალოდ თავისივე თვითონვე რა პრობლემის გამოიწვია, იმის მოგორებაში გეხმარება, ანუ იმ კრეივინგების კოპირებაში გეხმარება, კუპირებაში და არა სინამდვილეში შენ არ გამშვიდებს და არაფერ. თავისივე გამოწვეულ სიმპტომებს იმაშრება, ანუ ხანძარი რო გააჩინო და მე ამ ხანძარი რო აქრო ხოლმე. დაახლოებით ეგეთი რაღაცა, ამიტომ მოწევა შენ სინამდვილეში არ გეხმარება. გარდა იმისა, რომ უამრავი ზიანი მოაქვს. უნდა იცოდე, რომ შენი ხასიათი გაუარესდება, მაგრამ ესეც უნდა იცოდე, რომ არაუშავს. უნდა იცოდე, რომ ბევრჯერ მოგიწევს ცდა, მაგრამ ესეც არაუშავს. უნდა იცოდე, რომ მოგეჩვენება, რომ სიგარეტი ძალიან მაგარი, იმიტომ რომ სიგარეტი მატყუარა, იმიტომ რომ კრეივინგი როცა გაქვს, მისი როლი, სიგარეტის როლი იმდენად იზრდება, რომ მოგეჩვენება, რომ ძალიან ბევრი ბენეფიტები მოაქვს შენთვის, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის. და ხანგრძლივმა მწვეველებმა იციან, რომ სიგარეტს არ მოაქვს ბედნიერების შეგრძნება, ეს უბრალოდ არის, რომ თავისივე გაჩენილ პრობლემებს აგვარებს. წონაში მატება სიგარეტის მერე არის რეალურია ძალიან ბევრი მიზეზის გამო, ერთი რომ ძლიერდება მადა, ნელდება მეტაბოლიზმი, ნელ-ნელა საჭმელი გეჩვენება უკეთესი, უფრო გემრიელი, უმუღამებ ესე ვთქვათ და რა თქმა უნდა, მე იმატებს ადამიანს წონაში დაახლოებით 3 და 5 კილომდე იმატებენ, მეც არა, მაგრამ სულ უნდა გახსოვდეს, რომ ჯობია მოიმატო სიგარეტისთვის თავის დაანებებით, ვიდრე განაგრძო სიგარეტი, იმიტომ რომ მას ბევრად მეტი ზიანი მოაქვს, ვიდრე იმ 3-5 კილოგრამს, რომელსაც დროთა განმავლობაში დაიკლებ. აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი რამე. პირველი უნდა ვთქვათ, რომ ყველაზე იდეალური სიტუაცია არის ეგეთი, რომ ადამიანი რომელიც ეწევა, იტყვის, რომ მე აღარ მოწევ და ის მართლა აღარ მოწევს. ასე თქვა და გააკეთა, ხო? ეს არის იდეალური, თუ ესე მოხდება, ხო, მცად კარგი. ამას ეძახიან ცივ ინდაურს, cold turkey. ესე ეძახიან. ცივ ინდაური არის, რომ აი იტყვი, აღარ მოწევ. მაგრამ ესე სამწუხაროდ ხშირად არ ხდება. ანუ როცა ხდება ძალიან კარგია და წარმატებული ადამიანი, მაგრამ 5%-ს გამოდის ეგრე. ანუ 100 ადამიანი თუ ეცდება, რომ აი აღარ მოწევ, 100-დან 5% აღარ მოწევს მხოლოდ. აი ამიტომ ჩრდება დამატებითი
საშუალებების საჭიროება, რადგან ძალიან ძნელია განსაკუთრებით ამ პირველი 2 კვირის განმავლობაში, იწყებს ისე ადამიანის უმეტესობა მოწევას. ვინც 2 კვირას გაქაჭავს, პირველ 4 კვირაში მაინც იწყებენ ხოლმე მოწევას და ერთი ღერი და მერე იმ ერთმა ღერმა შემიყოლა, იტყვიან ხოლმე და გააგრძელებენ ისევ მოწევას. აი ამიტომ თავარი მოთამაშე ამ დროსაც შემოდის, ეს არის ნიკოტინის ჩანაცვლებითი თერაპია. ნიკოტინის ჩანაცვლებითი თერაპია რას ნიშნავს? ახლა სიგარეტი არის მავნე, სიგარეტი ყველაზე მავნე ნიკოტინის გამო კი არ არის, სხვა ნივთიერების, სხვა ტოქსინების გამო, ან ძალიან ბევრ ტოქსინს შეიცავს, მოკლედ სიგარეტის კვამლი. უამრავს და ეს ტოქსინები არის რეალურად მავნებელი. მათ შორის ვეიპი და ასე, ვეიპიც არა მთლად უსაფრთხო, არის კვლევები, რომლის მიხედვითაც ვეიპსაც აქვს რისკები, მათ შორის სიმსივნის რისკებიც კი მცირე, მაგრამ მაინც და ესე რომ არ არის მოკლედ ეს მოსაწევი არ არის უსაფრთხო. არც ერთი მოსაწევი არ არის უსაფრთხო. და ეს ტოქსინები ძირითადი ზიანი მოაქვს ამ ტოქსინებს ჩვენთვის. და ამიტომ ახლა ნიკოტინის ჩანაცვლების თერაპიის აზრი რა არის, რომ მოდი ნიკოტინი დავტოვოთ ორგანიზმში, მაგრამ სხვა რაღაცები მოაცილოთ. აი ეს ტოქსინები, რასაც სიგარეტის საშუალებით იღებს ადამიანი და ამის გამო, ამ მიზნით ხდება ეგეთი რაღაცა, რომ 2 რამე უნდა გამოიყენო. 2 რამე, რაც ნიკოტინს ანაცვლებს. ერთი არის პაჩები, დასაკლავი პაჩი, ქართულად არ ვიცი პაჩს რა ქვია, მაგრამ დასაკლავი ლეიკოსავით არის დაიკრავ რა. ეგ გამოიყენება ხოლმე მხარზე, ან მკერდზე, ან ლურგზე დასაკლავი ყოველ დღე. დღეში ერთხელ დილაობით ძირითადად და საღამოთი ან მოიხსნე, ან შეიძლება დატოვო მეორე დილამდე შეიძლება ქონდეს. და ნიკოტინს მუდმივად აწვდის ეს ორგანიზმი, რაღაც დონეზე ნიკოტინს. ეს ასტაბილურებს სიმპტომებს. ადამიანს რო აქვს ეს სიმპტომები, მოხსნის სიმპტომი და რო აღარ იღებს სიგარეტს და მერე ცუდად ხდება, გაღიზიანებულია და აკანკალებს და ასე შემდეგ, აი ეს სიმპტომები აღარ ექნება. აი ამისთვის არის ეს დასაკრავი. ახლა მეორე, ხო, ეს კარგი, ესე ძალიან ცუდად აღარ არის ადამიანი, მაგრამ არაა საკმარისი, იმიტომ რომ სიგარეტი მაინც უნდა და მაინც რო უნდა, აი ამ დროს ჩდება rescue, უცებ საშველი ნიკოტინი. საშველი ნიკოტინი არის, შეიძლება იყოს კევი, ნიკოტინის საღეჭი რეზინი, შეიძლება იყოს საწუწნი ნიკოტინი და შეიძლება იყოს ინჰალერის შესაძლებელი ნიკოტინი. ეგენი რა დროს მიიღება? ახლა, იმას დაიკრავ, ერთს დაიკრავ და ის მთელი დღე უნდა იყოს თავისთვის და ის ფონურ დოფამინს და ნიკოტინს მისცემს ორგანიზმს და ის დოფამინს რაღაც დონეზე შეინარჩუნებს. და როცა კი ექნება ადამიანს აი ეს ლომკას ეძახიან და craving-ი მეორენაირად, ქართული შესატყვისი ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ძალიან ძლიერი საჭიროება მოდი ესე ვთქვათ, რომ აი მოწევა რომ უნდა ძალიან ადამიანს, ეგ მომენტი რომ ექნება, მაგრამ იმ საღეჭ რეზინს დაღეჭავს. და საღეჭ რეზინით იღეჭება ეგრე, რომ ყოველ საათში ერთხელ, ან ყოველ 2 საათში ერთხელ და დღეში 24 წელს არ უნდა გაცდე რა, 20-დან 24 წელს არ უნდა გაცდე. ყოველ 1 საათში და 2 საათში ერთხელ, დაღეჭავ და მე რაღაცნაირი სპეციალური შეგრძნება ექნება ადამიანს, გეგონება რომ აი დაუბუჟდაო მაგალითად ესე ენა, ესეთ შეგრძნება ექნება გაბუჟების და თუ ესეთ გრძნობას რო იგრძნობს ადამიანი, მე ლოყასა და ღრძილს შორის უნდა მოაქციოს, ესე უნდა გააჩეროს ხანი 1-2 წუთი, მე ესე უნდა დაღეჭოს და ესე. ესე ციკლურად უნდა დაღეჭოს, რომ ნიკოტინის სტაბილური დოზა მიაწვას ორგანიზმს და თან კუჭიც არ გააღიზიანოს. ეს უნდა გააკეთოს დღეში რამდენჯერაც დაჭირდება და მე ნელა უნდა შეამციროს. ასევეა პაჩებიც არის მილიგრამობით რა, 21, 14, და ასე შემდეგ და ნელა უნდა გაანახევროს. იწყება ხოლმე შედარებით მაღალით და მე ნახევრდება რამდენიმე კვირაში, განახევრდება კიდე რამდენიმე კვირაში, განახევრდება და შემდეგ უკვე როცა ეს სიმპტომები აღარ ექნება, ეს craving-ები აღარ ექნება, მოხსნის. აღარ დაგჭირდება ეს პაჩებიც და აღარ დაგჭირდება არც ეს საღეჭი ნიკოტინი. ამათი გამოყენება შეიძლება ხანგრძლივად, ხანგრძლივად იგულისხმება, რომ დაახლოებით სადაც 8 კვირაზე მეტი, 12 კვირა, ზოგჯერ მეტიც შესაძლებელია თუ მნიშვნელოვნად გრძელდება სიმპტომი და ნელა უნდა შეამციროს და დამოკიდებულება შემცირდება და კიდევ უფრო შემცირდება, მე უკვე შეძლებს ადამიანი უარის თქმას. ოღონდ უნდა გვახსოვდეს, რა თქმა უნდა, რომ
არ არის მხოლოდ ეს არის მხოლოდ ბიოლოგია, რა თქმა უნდა, ეს არის ჩვევაც და ჩვევას ვერაფერს ვერ უძლებს. ის დაგეხმარება ის პაჩიც და ნიკოტინის რო დაღეჭავ, დაგეხმარება იმაში, რომ ბიოლოგიური სიმპტომები არ ქონდეს. ანუ აი ის შფოთვები არ ქონდეს, აი ძლიერი კრეივინგები არ ქონდეს. ეგ არ ქონდეს, თორე ეგ ვერ დაგეხმარება იმაში, რომ შენ სიგარეტზე როგორც ჩვევაზე უარი თქვ, როგორც ჩვევაზე შენ თვითონ უნდა გაიმარჯო, რა თქმა უნდა. და ახლა გადავიდეთ პრეპარატზე, რომელიც არის ვარენიკლინი, ესე ქვია. ძალიან მნიშვნელოვანი პრეპარატია, მოკლედ ეს, რომელიც მოწევის ცალის დანებებაში ეხმარება ადამიანს. მოკლედ ძალიან უცნაური მოქმედება აქვს ამას. ნუ ერთ შეხედვით უცნაური ხა. ასეთი მოქმედება აქვს, რომ დოფამინს ნაწილობრივ თრგუნავს, ნაწილობრივ ასტიმულირებს. ანუ ნიკოტინის რეცეპტორებს ნაწილობრივ თრგუნავს, ნაწილობრივ ასტიმულირებს და ეგეთ რაღაცას აკეთებს, რომ რაღაც დონეზე დოფამინის დონე ზრდის, რომ ეს საბაზისო სიმპტომები არ ქონდეს ადამიანს, ეს კრეივინგები არ ქონდეს და ანუ ის სიმპტომები მოწევის შეწყვეტის შედეგად რა სიმპტომებიც აქვს ადამიანს, ეგ რო არ ქონდეს, მაგისთვის თავის დანებებაში გეხმარება, ეს ძალიან მაგარია და ამავდროულად სიგარეტი აღარ გეჩვენება ისეთი კარგი. ანუ სიგარეტს ეწევი და აღარაფერი. ანუ ადრე თუ რაღაცა მეტი ის მოქონდა, ეხლა არაფერი სტიმულანტის ეფექტს კარგავს. ანუ სიგარეტი კარგავს თავის ეფექტს. ეს ვარენიკლინი ძალიან ეფექტური პრეპარატია, მაღალ ეფექტურია და ნუ ყოველ დღე გამოიყენება, როგორც წესი, თავიდან იწყება შედარებით დაბალი დოზით 0.5 მილიგრამი ერთხელ დღეში, შემდეგ 0.5 მილიგრამი ორჯერ დღეში და მერე არის ხოლმე რომ უკვე 1 მილიგრამზე რამდენიმე კვირაში რამდენიმე დღეში იმატებს დოზა. დაახლოებით 12 კვირის განმავლობაში გამოიყენება ეს პრეპარატი და ანუ მაღალ ეფექტურია მოკლედ. დაახლოებით თუ ვიტყვით რომ ჩვეულებრივი ადამიანებიდან 100-დან 5 დაანებებს თავს, ამ შემთხვევაში 100-დან თითქმის 40 დაანებებს თავს. ამ გზით, აი ამდენად ძალიან ეფექტურია. რა თქმა უნდა, უნდადეს ადამიანს თავის დანებება. მაგაზე საუბარი ზედმეტია და მეტიც ამ პრეპარატის ეფექტურობა გრძელდება მაშინაც კი, როცა ადამიანი შეწყვეტს მოწევას. ვისთვისა ახლა ეს პრეპარატები? ადამიანები, რომლებიც ძიმე მწებელები არიან, 20 ღერზე მეტ თუ ეწევა ადამიანი დღეში, მისთვის ადამიანები, რომლებმაც ცადეს ნიკოტინის ჩანაცვლებით თერაპია და არ გამოვიდათ მათთვის, ადამიანები, რომლებიც უბრუნდებიან მოწევას, აი ერთი ღერის მერე, ანუ ეს ერთი ღერი რას მიზავს და იმის მერე ახალი ციკლი რო ეწევათ მაგ ადამიანებს. ადამიანები, რომლებსაც ეშინიათ ძალიან წონაში მატების და წონაზე ფიქრობენ, რადგან წონის მიმართ ნეიტრალური დამოკიდებულება აქვს ამ ვარენიკლინს, ან ზოგ შემთხვევაში პირიქით დამცველობითი, ანუ არ იმატებენ ხოლმე. და ნუ მისი ამ პრეპარატის მიღება იწყება, რომ გადაწყვეტ თავის დანებება 7 დღით ადრე იწყება რა, რომ ეს რეცეპტორები, ნიკოტინის რეცეპტორების ოკუპაცია მოახდინოს. ეს პრეპარატი მიიღება წყალთან ერთად, ნუ ზოგადად უსაფრთხოდ მიიჩნევა და მეტიც ფსიქიატრიული მდგომარეობების დროს, δηλαδή დეპრესიის, შფოთვის დროს შესაძლებელია მის მიღება. სიმსივნეებს არ იწვევს, გულის დაავადებებს არ იწვევს, ღვიძლის მიმართ ტოქსიური არ არის, ალკოჰოლთან არ შეიძლება. ალკოჰოლთან და რადგან მნიშვნელოვნად ქცევითი ერთ-ერთი ინტოქსიკაცია ზრდის ალკოჰოლის და მეორე ქცევითი ეფექტი აქვს დიდი. შესაბამისად არ უნდა დალიოს მაგ დროს ადამიანმა და როცა მოწევას თავს ანებება, აუცილებელია ქცევითი თერაპიაც. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვანია რომ აიდენტიფიცირო ტრიგერები, აი რა დროს ეწევი ხოლმე ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ტრიგერებს რო იპოვი, შემდეგ უკვე მაგალითად აი ყავა, სტრესი, მანქანის ტარება, მოწყენილობა, ალკოჰოლი ამ დროს ხშირად ეწევიან ადამიანები. მაგ დროს შეგიძლია რომ ჩაანაცვლო. უნდა ეს ტრიგერს რო აღმოაჩენ, მე უნდა ჩაანაცვლო. მაგალითად ყავა, დილის ყავა და მერე სიგარეტი, არა. დილის ყავა, პაუზა და მერე ალტერნატიული ქცევა. ეს ალტერნატიული ქცევა შეიძლება იყოს გახვიდე გაისერნო, ან ვარჯიში იყოს, ან წყალი, ცივი წყალი იყოს, ან სუნთქვითი ვარჯიშები იყოს, ან რაღაცნაირად დოფამინის სხვა წყარო რომ მოძებნო. უნდა იცოდე რომ კრეივინგები არის დროში შეზღუდული პროცესი. ეს კრეივინგი მოდის ტალღად. ტალღა 15 წუთიანი ტალღა, რომელიც გაივლის. უნდა თუ კი აი 15 წუთს შეყოვნებას თუ გააკეთებ 10 წუთიანს, ანუ არ უპასუხებ, მოკლედ ძალიან მაღალი ალბათობით უკვე პიკი გადავლილი იქნება და შეძლებ რომ აღარ გააკეთო. მაგ დროს შეგიძლია როცა კრეივინგი მოდის, ან სუნთქვითი ვარჯიშები, მოძრაობა, ცივი წყალი, სიარული,
ან პარასიმპათიკური ნერვული სისტემაა რომ განავითაროს ეს ერთი და მეორე დოფამინის ტვინში დოფამინის გამუშავება გაძლიეროს ისეთი აქტივობების გაკეთება ეგაა ძალიან მნიშვნელოვანი იდენტურობის შეცვლაც ძალიან მნიშვნელოვანია მაგალითად არ უნდა თქვა რომ მე ვცდილობ თავის დანებებას არა მე არ ვეწევი და მკურნალობის დახმარებით ესეც უნდა თქვა არ ვეწევი როგორც აი მაგალითად ახლა მე თუ დაავადება მაქვს მე ეს დაავადება აღარ მაქვს იმიტომ რომ მკურნალობ მნიშვნელოვანია მხარდაჭერითი გარემო ანუ მოკლედ მწველებთან არ უნდა იყოს თორემ მაღალი ალბათობა არის ისე მოწევას დაიწყებ ეგ ძალიან მნიშვნელოვანია მხარდაჭერითი ჯგუფები კოუჩინგი ეს პროგრამებიც არის შეწყვეტის პროგრამები აპლიკაციები ტელეფონში სამესიჯო პროგრამებიც არის და მაგებსაც აქვს როლი დაახლოებით 40%-ით მეტად ეხმარება ადამიანის მოწევისთვის თავის დანებებაში და უნდა იცოდეთ რომ ეცადოთ რომ თქვენ გარშემო როგორც მინიმუმ შექმნათ ესეთი გარემო სადაც არ ეწევიან ან უთხრათ ადამიანებს რომ ანუ აღარ ვეწევი და ხელი შემიწყეთ ამაში თუ ისინი მაინც ხვები ეწევიან იმიტომ რომ მაღალი ალბათობაა მე რომ ისევ დავბრუნდეთ თუ კი გარემოს არ შეიცვლით და მნიშვნელოვანია ასევე მოლოდინები არ უნდა გქონდეთ ბრწყინვალე თორე იმედგაცრუება გექნებათ მოლოდინი უნდა გქონდეთ რომ ნელ-ნელა მოხდება ყველაფერი ნელ-ნელა დაგიბრუნდებათ ბედნიერების განცდა ნელ-ნელა დაგიბრუნდებათ სიმშვიდე აი ეს იყო რის თქმაც მინდა და ეს არის რეალურად ის გზა რეალურად ეს ვიდეო არის ცხოვრების შემცვლელი ბევრი ადამიანისთვის ვინც გულით მოისმენს ამ ვიდეოს ამაზე უკეთეს ახსნა არც არის ნუ რა ვიცი მე გადავხედე YouTube-ს მაგალითად და ასეთი ახსნა თავიდან ბოლომდე მკურნალობის მე არ მინახია არც ქართულ YouTube-ში და არც ინგლისურ YouTube-ში და მგონია რომ ძალიან ბევრი ადამიანს გამოადგება ამიტომ გისურვებთ ჯანმრთელობას გისურვებთ მოწევისთვის თავის დანებებას ნამდვილად ღირს ვისაც მოგწონთ ჩემი ვიდეოები და არხის მხარდაჭერა გინდათ დონაციებისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ აღწერაში არსებული ანგარიშის ნომრები ვისაც უბრალოდ მხარდაჭერა გინდათ და თქვა არ გაქვთ საშუალება დონაციების მათ უბრალოდ დაალაიქეთ, გააშიარეთ, დააკომენტარეთ ესეც დიდი დახმარება არხის განვითარებისთვის მადლობა რომ მისმენთ მადლობა რომ გაინტერესებთ